მოგესალმებით. დღეს ჩავუღრმავდებით KD Notifications, რომელიც არის თანამედროვე და, რაც მთავარია, ულტრამსუბუქი შეტყობინებების სისტემა, სპეციალურად ჩვენთვის, დეველოპერებისთვის შექმნილი. თუ ეფექტურ და მძლავრ გადაწყვეტას ეძებს თქვენი პროექტისთვის, მაშინ სწორ ადგილას ხართ. აი თუ დეველოპერი ხართ, ეს სიტუაცია ალბათ ზედმეტად კარგად გეცნობათ. გინდათ რომ უბრალოდ ერთი ლამაზი შეტყობინება გამოაჩინოთ, მაგრამ ამისთვის გიწევთ უზარმაზარი ბიბლიოთეკის დაყენება, რომელიც თავისი დამოკიდებულებებით მთელ აპლიკაციას ამძიმებს და ანელებს. ნამდვილი თავისტკივილია, არა? ხო და სწორედ ესაა კლასიკური დილემა. ერთი მხრივ გაქვთ მასიური ფრეიმვორკი, ერთგვარი შვეიცარიელური დანა, რომლის ფუნქციების 90% არც კი გჭირდებათ. მეორე მხრივ კი შეგიძლიათ დახარჯოთ ძვირფასი დრო და ყველაფერი დაწეროთ ნულიდან. ანუ ან ზედმეტად ბევრი, ან ზედმეტად ბევრი სამუშაო. მაგრამ რა იქნებოდა თუ არსებობს მესამე ბევრად უკეთესი ვარიანტი? იდეალური სკალპელი? ხო და სწორედ აქ შემოდის სცენაზე KD Notifications, რომელიც შექმნილია მხოლოდ ერთი რამის გამოყენებით, სუფთა, მძლავრი და ეფექტური ვანილა JavaScript-ით. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც ამ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით უნდა გახსოვდეთ. 0. ანუ ნულოვანი დამოკიდებულება. რას ნიშნავს ეს? არანაირი jQuery, არანაირი React-ი, არანაირი გარე პაკეტები, რომლებმაც შეიძლება თქვენი პროექტი დაამძიმოს. მხოლოდ სუფთა და ეფექტური კოდი. მოდით უბრალოდ თვალნათლივ შევადაროთ. ერთ მხარეს გვაქვს ეს მძიმე ბიბლიოთეკები, რომლებიც მთელ ფრეიმვორკებს ეყრდნობიან და თან მოჰყვებათ ბევრი ზედმეტი რამ. მეორე მხარეს კი KD Notifications, რომელიც აბსოლუტურად მარტო დგას. იმდენად მარტო, რომ გარეთ CSS ფაილიც კი არ სჭირდება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ერთ კომპაქტურ პაკეტშია მოქცეული. კარგი, სიმსუბუქე მშვენიერია, გასაგებია, მაგრამ რეალურად რისი გაკეთება შეუძლია? რა ფუნქციონალი აქვს? მოდით ვნახოთ. და როგორც აღმოჩნდება, საკმაოდ ბევრის. ესია მართლა შთამბეჭდავია, ხო? ნულოვან დამოკიდებულებას თუ არ ჩავთვლით, ვიღებთ თანამედროვე ინტერფეისს, ჩაშენებულ დაცვას XSS-ის შეტევებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და ჭკვიან თემატიზაციას, რომელიც ავტომატურად ერგება მომხმარებლის ღია თუ მუქ რეჟიმს. ამას დაუმატეთ მაღალი ხელმისაწვდომობა, რესპონსიულობა და მიიღებთ მართლაც მძლავრ ინსტრუმენტს. ხო, და როდესაც ვამბობთ თანამედროვე UI-ს, სწორედ ამას გულისხმობთ. ის იყენებს გლასმორფიზმის ტრენდს მოდალური ფანჯრებისთვის, რაც მას ანიჭებს ძალიან დახვეწილ, გაყინული შუშის ეფექტს. ეს დიზაინი დღეს ძალიან აქტუალური და სასიამოვნოა თვალისთვის. ხელმისაწვდომობა აქ უბრალოდ დამატებითი ფუნქცია არაა, პირიქით, პრიორიტეტია. ბიბლიოთეკა იდეალურად კეტავს ფოკუსს მოდალურ ფანჯერაში, რათა კლავიატურით ნავიგაცია არ გაიფანტოს. შემდეგ, დახურვისას ფოკუსს აბრუნებს ზუსტად იქ, სადაც იყო და რა თქმა უნდა, თავიდანვე აქვს escape ღილაკის მხარდაჭერა. ეს დეტალები ქმნის პროფესიონალურ პროდუქტს. მაშასე, გავიგეთ, რომ მძლავრია და თან მსუბუქი. მაგრამ რამდენად მარტივია გამოსაყენებლად? პასუხი არის ძალიან. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება მისი ამუშავება თქვენს პროექტში სულ რამდენიმე წამში. პროცესი მართლა სამი მარტივი ნაბიჯისგან შედგება. პირველი, ან აყენებთ მას NPM-ით, ან უბრალოდ ერთ ხაზს ამატებთ თქვენს HTML-ში CDN-ის მისამართით. მეორე, იძახებთ ერთადერთ ფუნქციას, K-Notification Show და გადასცემთ თქვენთვის სასურველ პარამეტრებს. და მესამე, შედეგს ამუშავებთ თანამედროვე Promise-ის გამოყენებით. იდეალურია ასინქრონული კოდისთვის. და აი, ეს Promise-ის გამოყენება არის მომხმარებლის ინტერაქციის მართვის ძალიან ელეგანტური გზა. რთული და ჩახლართული callback-ების ნაცვლად ყველაფერი მარტივია. როდესაც მომხმარებელი აჭერს ღილაკს მოდალზე, Promise სრულდება ამ ღილაკის მნიშვნელობით. ეს თქვენს კოდს ხდის ბევრად სუფთას, წაკითხვაც და ადვილად სამართავს. აი, აქ კი უკვე საინტერესო ხდება კონტროლის დონე. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეცვალოთ type-ი, თქვათ success ან error, არამედ აკონტროლოთ duration, ანუ რამდენ ხანს გამოჩნდეს ეკრანზე. ან is model პარამეტრით შეგიძლიათ გადააქციოთ ის სრულფასოვან მოდალურ ფანჯრად, რომელსაც მორგებული buttons, ანუ ღილაკები ექნება. ეს უკვე სრული მოქნილობაა. ჩაშენებული პარამეტრები, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ გჭირდებათ დიზაინის მორგება თქვენი აპლიკაციის ბრენდინგზე? ვნახოთ, რამდენად ღრმად შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ვიზუალი, რომ ის მართლა თქვენი გახდეს. მორგება ხდება CSS ცვლადებით. ეს ძალიან თანამედროვე და სუფთა მიდგომაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გიწევთ შიდა კლასების გადაწერა. უბრალოდ თქვენ CSS-ში ცვლით ამ ცვლადების მნიშვნელობებს. შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ანიმაციის ხანგრძლივობა და არეგულიროთ z-ინდექსი, რათა შეტყობინება ყოველთვის თავზე იყოს და დააზუსტოთ მისი პოზიცია მობილურ მოწყობილობებზე.
და Z-ინდექსზე საუბრისას უბრალოდ შეხედეთ ამ ნაგულისხმევ მნიშვნელობას. დეველოპერები ეგრევე მიხვდებიან, რომ ეს არის 32 ბიტიანი signed integer-ის მაქსიმალური მნიშვნელობა. ეს პატარა გიკური დეტალია, მაგრამ ნათლად აჩვენებს ავტორის ზრუნვას იმაზე, რომ თქვენი შეტყობინებები ყოველთვის გამოჩნდეს სხვა ელემენტების თავზე და თავიდან აირიდოთ ვიზუალური ხარვეზები. მოკლედ, აი ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დოკუმენტაცია პირდაპირ გვაძლევს საუკეთესო პრაქტიკის რჩევას. გამოიყენეთ ოფიციალური API და CSS ცლადები. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურა შეიძლება მომავალ განახლებებში შეიცვალოს და ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თქვენი მორგებული სტილები არასდროს გაფუძდეს. ეს არის მომავალზე გათვლილი კოდის წერა. ასე რომ, როდესაც ამ ყველაფერს ერთად შევკრებთ, ნულოვანი დამოკიდებულება, მძლავრი ფუნქციები, ღრმა მორგების შესაძლებლობა და წარმოუდგენელი სიმარტივე. კითხვა მხოლოდ ერთია: მზად ხართ თუ არა შექმნათ უფრო სწრაფი, სუბუკი და თანამედროვე ვებ აპლიკაციები.